საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არაერთგზის იქნა განცხადებული მზადყოფნა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსის სრულყოფაზე და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ანალოგიური განზრახვა და სურვილი იქნა გამოხატული მთელი რიგი სხვა პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. მაგალითისთვის შემიძლია ვახსენო არასაპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 8 პოლიტიკური პარტია, რომელმაც გამოხატეს მზადყოფნა და შექმნეს გარკვეული დოკუმენტით საკუთარი ხედვით. ანალოგიური შეხვედრა იყო საპარლამენტო უმცირესობაში, სადაც საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი და ხედვა პროცესთან მიმართებაში. იყო ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოთქმული მზადყოფნა. მე ვფიქრობ, მომწიფდა მომენტი, რომ ჩვენ ყველა ერთად დავსხდეთ და დავიწყოთ კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში და საარჩევნო გარემოში იმ მიზნით, რომ მომავალი არჩევნები იყოს კიდევ უფრო უკეთ ორგანიზებული. ამიტომ მე ვთავაზობ ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას, საპარლამენტო ოპოზიციასაც, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც, ნებისმიერ მსურველ პოლიტიკურ ძალას. ხვალ მობრძანდნენ პარლამენტში 3 საათზე, მე მათ ველოდები ყველას. მზად ვარ, ერთად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და დავიწყოთ კონკრეტული და პრაქტიკული მუშაობა იმ მიზნით, რომ ერთად შევიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, ერთად ვიმსჯელოთ იმ ნაბიჯებზე, რომლითაც გავაუმჯობესებთ საარჩევნო გარემოს. ეს პროცესი უნდა იყოს ღია, ეს პროცესი უნდა იყოს დემოკრატიული, ეს პროცესი უნდა იყოს გასაგები და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, თუმცა ბუნებრივია, მთავარი მოქმედი პირნი ამ პროცესში უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, ხვალ მობრძანდნენ პარლამენტში, დავსხდეთ ერთად და დავიწყოთ უკვე კონკრეტული მუშაობა ამ მიმართულებით. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გავუწევ კოორდინირებას ჯგუფის პირველ შეხვედრას. პირველი შეხვედრა თავაზობ რომ შედგეს პარლამენტში, შემდეგ უკვე თვითონ ჯგუფი ჩამოყალიბდება რა ფორმატით, რა ფორმით და რა მოდალურობებით გააგრძელებს მუშაობას. მთავარი მოთამაშეები კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ არიან ქართული პოლიტიკური პარტიები. ჩვენ საუბრობთ საქართველოს საარჩევნო კოდექსზე, ჩვენ საუბრობთ საქართველოს საარჩევნო გარემოზე, ამიტომ ბუნებრივია მთავარი მოთამაშეები არიან სწორედ ის ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არსებობენ ამ სახელმწიფოში. ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და პოლიტიკური კონსენსუსი უნდა შედგეს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს შორის. მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ღია პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ჩვენი სურვილია კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიული, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, არამედ შესაბამისი ქართული ორგანიზაციებისთვისაც. ამიტომ ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გამოხატავენ ამ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილს. თუმცა ისევ ვიმეორებ, ბუნებრივია გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ჩვენ ვიწყებთ ძალიან ხანგრძლივ, რთულ და ფაქიზ პროცესს, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს პოლიტიკურ კომპრომისამდე და საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა იყოს სწორედ პოლიტიკური კომპრომისის შედეგი. ამიტომ ბუნებრივია, რომ არანაირი წინაპირობებით მუშაობას ალბათ არც ერთი მხარე არ დავიწყებთ. ჩვენ ვიქნებით ღია ნებისმიერი წინადადებების განსახილველად. ოპოზიცია შეიძლება დააყენოს ნებისმიერი წინადადება, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მართებულად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. უმრავლესობას თავის მხრივ ექნება ასევე წინადადებები, რომელსაც წამოაყენებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და ყველაფერი იქნება დამოკიდებული ჯგუფზე, ყველაფერი იქნება დამოკიდებული მონაწილე პარტიებზე და ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ შეთანხმდებიან პარტიები, როგორი იქნება საბოლოო პოლიტიკური კონსენსუსი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში წინასწარ მზა, ასე ვთქვათ, წინაპირობებით და დოკუმენტებით ჩართვა ალბათ არასწორი იქნება, ვინაიდან ისევ ვიმეორებ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს კომპრომისამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, განმეორდები ამ პროცესში ყველა მოსაზრება იქნება გათვალისწინებული და განხილული. ჩვენ გვაქვს საბოლოო ვადა, ეს საბოლოო ვადა არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა იყოს უკვე ცვლილებები შეტანილი, პარლამენტს უნდა კონდეს შესაბამისი კანონმდებლობა დამტკიცებული და ამ კანონმდებლობას უნდა გავლილი კონდეს შესაბამისი საერთაშორისო ექსპერტიზა. ამიტომ აქედან გამომდინარე ვადა ბუნებრივად შეზღუდულია. თუმცა ისევ ვიმეორებ, რამდენი ხანი გაგრძელდება, ვთქვათ 2 თვე თუ 10 თვე, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებენ პარტიები ერთად. მადლობთ.